გამარჯობა ყველას, მე ვარ კოტე და კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პედიატრის ძმების არხზე. და მე ვარ დავითი, დღეს ვისაუბრებთ თქვენი ბავშვის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის კვება ცხოვრების პირველ წელს. პირველ წელს ბავშვებს სჭირდებათ სწორი კვება ჯანმრთელი ზრდისთვის და ტვინის განვითარებისთვის. და ეს მხოლოდ კალორიებს არ ეხება, მნიშვნელოვანია რომ კვება დავაკავშიროთ უნარების ათვისებასთან, როგორც არის ღეჭვა, ყლაპვა, ჯანმრთელი კვების ჩვევების ჩამოყალიბება. პირველი 6 თვის განმავლობაში დედის ძე არის ოქროს სტანდარტი, მასში არის ყველაფერი, რაც თქვენს პატარას სჭირდება და ბავშვი შეიძლება სრულად რძით იკვებებოდეს. კი, ნამდვილად ესეა, თუ ძუძუთი კვება შეუძლებელია, საბავშვო ნარევი არის უსაფრთხო ალტერნატივა, მაგრამ გახსოვდეთ 12 თვემდე ძროხის რძე, თხის რძე და მცენარეული რძე არ უნდა ანაცვლებდეს დედის რძეს ან საბავშვო ფორმულას. დაახლოებით 4-6 თვისთვის უმეტეს შემთხვევაში ბავშვი მზად არის რომ მყარი კვება დაიწყოს, თუმცა არა 4 თვემდე. დადასტურებულია რომ საკვების 4 თვემდე დაწყება შეიძლება იყოს საზიანო და გამოიწვიოს თირკმლების გადატვირთვა, ასპირაციის რისკის გაზრდა, სიმსუქნის რისკის მომატება და ასე შემდეგ. კი, და ეხლა ვთქვათ რა არის მზაობის ნიშნები. ბავშვი უნდა აკმაყოფილებდეს შემდგომ კრიტერიუმებს, კარგად უნდა იჯდეს, უნდა ჰქონდეს თავისა და კისრის კარგი კონტროლი, შეეძლოს პიურეს კონსისტენციის საკვების გადაყლაპვა, ასევე უნდა გაქრეს ექსტრუზიის რეფლექსი, უნდა შეეძლოს ხელის და სხვადასხვა ნივთის პირში ჩადება და ასევე უნდა შეეძლოს როგორც შიმშილის, ასევე დანაყრების გამოხატვა. კვების დაწყების კლასიკური მეთოდი არის მაგალითად ვიწყებთ ერთი კოვზი, თողონდ კვება არის ერთკომპონენტიანი, ნელ-ნელა ვზრდით 3-5 დღის განმავლობაში მოცულობას ამ კვების და პარალელურად ახალს არაფერს არ ვასინჯებთ. ამ დროს ვაკვირდებით მოსწონს თუ არა ბავშვს, როგორი არის კუჭის მონელება, არის თუ არა დიარეა, ან სისხლი განავალში, ან ნებისმიერი ალერგიული რეაქცია. მაგალითად, თუ არაფერი არ გამოვლინდა ამ დღეების განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არის უსაფრთხო. 6 თვის შემდგომ შეეცადეთ დღეში 2 კვება ჩაანაცვლოთ მყარი კვებით 8 თვემდე და უმჯობესია დღის საათებში ჩაანაცვლოთ ეს კვებები. საბოლოო მიზანი კი უნდა იყოს, რომ 12 თვემდე ბავშვის კვების რაციონის ნახევარი და მეტი იყოს ჩანაცვლებული მყარი კვებით და 12 თვემდე უმჯობესია ჩაანაცვლოთ ყველა რძის კვება, გარდა ღამის კვებებისა, რომელიც უფრო მარტივია უკვე 12 თვის მერე ჩანაცვლეს. მშობლები ხშირად გვეკითხებიან, უნდა გადავავადოთ თუ არა ალერგიული საკვები, მაგალითად თევზეული, კვერცხი და ასე შემდგომ, რახან შეიძლება ამ საკვებს შედარებით მაღალი რისკი ჰქონდეს ალერგიულობის. პასუხი არის, რომ არა, მათი რაციონში შეტანა ადრეული ასაკიდან შეგვიძლია და გარკვეულწილად კვლევების მიხედვით შეიძლება ალერგიის პრევენციაშიც დაგვეხმაროს. უბრალოდ შეიტანეთ ის მცირე რაოდენობით, ეტაპობრივად გაზარდეთ და დააკვირდით გვერდით მოვლენებს. ზოგიერთი პროდუქტის ჩართვა რაციონში უნდა გადაიდოს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს თაფლი, ბოტულიზმის რისკის გამო, ასევე ვერიდებით ოვალური პატარა და მცირე ზომის ფორმის საკვების მიღებას, რათა შეიძლება იყოს გადაცდენის და დახრჩობის რისკი, მაგალითად ესეც შეიძლება იყოს თხილეული, ყურძენი, ნედლის სტაფილო და ასევე უნდა მოვერიდოთ ტკბილ სასმელებს და წვენებს. კი, ასევე ძროხის რძე, როგორც ბუნებრივი რძის ან ფორმულას ჩამნაცვლებელი, მხოლოდ 12 თვის შემდგომ უნდა განვიხილოთ. მოდი, დავით, ახლა შევაჯამოთ. კი, პირველი 6 თვე ბავშვმა უნდა მიიღოს დედის რძე ან ფორმულა, ხოლო შემდეგ მყარი კვება შეიძლება დავიწყოთ 4-6 თვიდან, როდესაც ბავშვს ასევე ექნება მყარი კვების დაწყების, ანუ მზაობის ნიშნები. უნდა დავიწყოთ რკინით მდიდარი პროდუქტებით, ასევე შევიტანოთ ნელ-ნელა მრავალფეროვნება, არ დავამატოთ შაქარი და მარილი კვებას. ეგრეთ წოდებული ალერგიული საკვების ჩართვა მიზანშეწონილია ჩაირთვას პატარა ასაკიდან. კი, და დაიმახსოვრეთ, რომ კვება არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ საკვების მიღება, ის შეეხება ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, რაც უფრო მალე შევთავაზებთ დაბალანსებულ დიეტას ბავშვს, მით უფრო დიდი შანსია, რომ კარგად ჩამოყალიბდეს ეს ჩვევები. არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რაიმე გაინტერესებთ. დროებით.